რომის პაპი არჩეულია სიქსტეს კაპელის საკვამურიდან სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა თეთრი კვამლი. ეს იმას ნიშნავს, რომ კარდინალები გადაწყვეტილებაზე შეჯერდნენ. ვატიკანს და ქეთი ქარდავას ვრთავთ პირდაპირ ეთერში. საუკეთესო ახალი ამბავი ვატიკანიდან, რომელსაც ელოდებოდა არა მარტო იტალია, არამედ მთელი მსოფლიო, საუბარია 1,4 მილიარდ მორწმუნეზე და არა მარტო კათოლიკეებზე. ეს მოხდა ზუსტად 10 წუთის წინ და ეს იყო რიგით მეოთხე კენჭისკრა. დღის მეორე ნახევარში ამბობდნენ, რომ ეყოლებოდა უკვე რომს ახალი პაპი, მაგრამ მაინც ეჭვები ჰქონდათ ამის შესახებ. ახლა მთავარი ინტრიგა არის თუ ვინ არის ახალი პაპი, ანუ ვინ მიიღო 133 ხმიდან 2/3 ვინ გახდა კარდინალების რჩეული, ვინაიდან ამბობდნენ იმასაც, რომ ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე იდგნენ, ვინაიდან ფრანცისკემ ისეთი მემკვიდრეობა დატოვა, ისე უყვარდა ის ხალხს და იმდენად ახლობელი იყო მათთვის, განსაკუთრებით უპოვრებისთვის, ღარიბებისთვის, რომ ძალიან რთული იყო პროცედურული თვალსაზრისითაც ახალი შერჩევა. ახლა დრამატურგია არის ასეთი, მას შემდეგ რაც კონკლავი დასრულდა, ახალი პაპი, რომლის შესახებაც ჩვენ ჯერჯერობით არაფერი ვიცით და თეთრმა კვამლმა გვამცნო, რომ უბრალოდ არჩევანი გაკეთებულია, შედის ეგრეთ წოდებულ ცრემლების ოთახში, სადაც იხდის მადლობას, აღავლენს ლოცვას. ამის შემდეგ უკვე მას აცმევენ სპეციალურ სამოს და თავარი კულმინაცია დღევანდელი დღის იქნება მისი აივანზე გამოსვლა და სიტყვა ქვეყანას და მსოფლიოს და რაც მთავარია ჩვენ გავიგებთ თუ რა სახელს აირჩევს ის, ვინაიდან როგორც არაერთხელ აღნიშნეთ, ეს იქნება განსაზღვრელი იმის თუ საით წავა ეკლესია. 10 წუთის წინ გამოაცხადეს ჩვენ იმის გამო, რომ არასაფრენი ზონა არის წმინდა პეტრეს მოედანზე, იმისათვის რომ ეს ჩართვა განგვეხორციელებინა ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედნის უკანა მხარეს ვიმყოფებით და როდესაც ამოვიდა თეთრი კვამლი, აქ იგრძნობოდა საოცარი განწყობა იყო, ხალხი ერთმანეთს ეხვეოდა, კოცნიდა, ახლაც მირბიან მოედნისკენ, რათა დაიკავონ საუკეთესო ადგილი ქართული ტელეფონებით და მოისმინონ თუ რას იტყვის ახალი პაპი, ვინ იქნება რჩეული. ეს ძალიან საინტერესოა, ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო 40 კანდიდატი. და ამბობდნენ, რომ უნდა იყოს ახალი პაპი ხიდების მშენებელი და არა კედლების აყვეს თანამედროვეობას, იყოს 21 საუკუნის პაპი, ამიტომ ახლა მთავარია გავიგოთ მისი ვინაობა და ამის შემდეგ უკვე ძალიან ბევრის მოყოლა შეგვეძლება მასზე და გავიგებთ თუ ვინ დაიკავებს 267 პონტიფიკესის ადგილს და ვინ წარუძღვება კათოლიკურ სამყაროს, რომელიც არის 1,4 მილიარდი. მადლობა ქეთი ქარდავას, ეს იყო ვატიკანი, სადაც უკვე ახალი პაპს ელიან კათოლიკეები წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილები.